დღევანდელი ბრიფინგი გვინდა მიუძღვნათ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას სამართალდამცავების მხრიდან ოპოზიციურ აზრზე დევნის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე. ჩვენ გასული კვირის განმავლობაში მოწმენი გავხდით ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, როგორც მთავარ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალაზე, მასშტაბური შეტევის, რომელიც იმართებოდა ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მეორეს მხრივ ქართული ოცნების მხრიდან. სამართალდამცავები ცალკე ახორციელებდნენ ზეწოლას ჩვენს პარტიულ ლიდერებზე და აქტივისტებზე, ხდებოდა მათი დაკავებები სამართალდამცავ ორგანოებში, დაბარებები და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეინიშნებოდა პარტიულ კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩვენს ლიდერებზე, ჩვენს აქტივისტებზე თავდასხმები და ამის კონკრეტული მაგალითები არსებობდა ზუგდიდში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში და ასე შემდეგ. დღეს გვინდა ჩვენ ასევე წარმოგიდგინოთ მედიას გაგაცნოთ იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც აი ამ ასეთ უკვე პარტიულ კრიმინალურ ჯგუფებში ღებულობენ მონაწილეობას და მათი ლიდერები არიან. მე მინდა წარმოგიდგინოთ იგივე თელავის ინციდენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ჟურული, რომელიც წარსულში ნასამართლები არის მკვლელობისათვის. ასევე არჩილ მაისურაძე, მეტსახელად სტარიჩოკა, ასევე მკვლელობაზე ნასამართლები პირი. დავით მეგუთნიშვილი, მეტსახელად ტაშტი, ოცნების აქტივისტი და წინადლის კოორდინატორი. აი ესეთი კრიმინალური, ნახევრად კრიმინალური პარტიული დაჯგუფებების მეშვეობით ხდება სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ ჩვენ გვინდა მივმართოთ ასევე პრემიერ-მინისტრს. გასაგებია, რომ სამართალდამცავ ორგანოების მხრიდან ჩვენს პარტიაზე ზეწოლაზე გამოცხადდა მორატორიუმი, მაგრამ ვითხოვთ და გვაინტერესებს, აპირებს თუ არა ქართული ოცნება და პრემიერ-მინისტრი ასევე მორატორიუმის გამოცხადებას პარტიული და კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაზე. მორატორიუმი ცხადება თუ არა კვერცხების როლაზე, მორატორიუმი ცხადება თუ არა მუშტიკრივზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ, რასაც ვატყობთ, ეს პროცესები გვაბრუნებს ძალიან ღრმად 90-იან წლებში, როცა პარტიული განსხვავებების მიხედვით ხდებოდა ადამიანების დაყოფა, ადამიანების დაჯახება, პარტიის წევრების დაჯახება და ხელისუფლება პასიურ როლს ასრულებდა ამ საქმეში. დღესაც სახეზე ეს ფაქტი გვაქვს, მიუხედავად ამ ნახევრად პოლიტიკურ პარტიულ კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმებისა, პოლიცია გამოირჩევა აბსოლუტური უუნარობით და უმოქმედობით და არ ცდილობს ასეთი თავდასხმების და ზეწოლების აღკვეთას. ამიტომ კიდევ ერთხელ გვაინტერესებს პრემიერ-მინისტრისგან თუ გამოცხადება მორატორიუმი პარტიულ კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ჩვენს პარტიაზე თავდასხმებზე და ზეწოლებზე.